მოგესალმებით მეთქალაქჭი. შეიძლება გუშინ ევროკომისარმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ სანქციები, რომელზეც აქტიურად მუშაობს ევროკავშირის კონკრეტული წარმომადგენლები საქართველოსთან მიმართებით, ვერ გავიდა, მას აკავს მხარდამჭერები. ამის ფონზე კი გვესმის პარალელურად შანტაჟი, კვლავ სანქციებით, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის და ისევ დუმილია ძალადობაზე ესეც რამშევია. ეგ არის ყველაზე მთავარი. რაც შეეხება გუშინდელ შეკრებას და შემდეგ აკეთებულ განცხადებებს, ხო? თუ გავყოთ ორ ნაწილად. პირველ რიგში და ყველაზე მთავარი, რაც არის კიდევ დუმილი იმ ძალადობასთან მიმართებით, რომელიც არაერთხელ ვიხილეთ უკვე ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში, ხო? განსაკუთრებით 4 ოქტომბრის კიდევ ერთი გადატრიალების და ერთწოდებული დამხობის ცდელობა. და ისევ დუმილი, ისევ ის დუმილი, რომელიც ძალიან ხმამაღალი სიტყვაა და ძალიან ხმამაღალი კომენტარია და ძალიან ხმამაღალი დამოკიდებულებაა იმ წახალისების მიმართ, რომელ წახალისებასაც სამწუხაროდ ვხედავთ ჩვენ დღევანდელი ბრიუსელისგან და ევროკავშირის ლიდერებისგან სამწუხაროდ. კიდევ ერთხელ არაფერი არ თქმულა ამასთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება არ შეჩერების თემა ჩვენ არაერთხელ გვითხოვთ ჩვენი საზოგადოებისთვის და გავმარტავ კიდევ ერთხელ, რომ ეს არის პირდაპირ მათ ხელში რაღაც შანტაჟის იარაღი, ხოლო შანტაჟის ენა სამწუხაროდ არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით დღეს ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული და ვიმედოვნებ, რომ ეს ძალიან მალე დასრულდება. ასე რომ კიდევ ერთხელ ვეტყვი მათ რომ პირველ რიგში საქართველოს და ქართული საზოგადოება არ ექვემდებარება შანტაჟს და ეს ძალიან კარგად იციან და ძალიან კარგად ნახეს ბოლო რამდენიმე არჩევნებზე, რომ რეალურად ისინი ჩვენ შანტაჟს ნამდვილად არ ექვემდებარებით, ხო? ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ამ ეგრეთ წოდებული ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების თემაზე, მაგრამ ყველაზე მთავარი რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ გუშინდელი, ესე ვთქვათ, შეხვედრიდან და შემდეგ განცხადებებიდან, ისევ და ისევ ის ხმამაღალი დუმილი, რომელსაც ვისმენთ ჩვენ ბრიუსელიდან, შემდეგ მათი წარმომადგენლობებიდან აქ ჩვენ ქვეყანაში, კონკრეტული დიპლომატიური მისიების მოქმედებაში და ხოლო მათ მხრიდან ხელდასმული ჯგუფები, ეს აგენტურული ჯგუფები რითი არიან დაკავებული, ამასაც ძალიან კარგად ვხედავთ. ხორბლანი ამბობს, რომ რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენი 8% არის ლეგიტიმური და დანარჩენი არა. რას ნიშნავს, როცა კახარიას პარტია მხოლოდ მის შედეგებს აღიარებს და დანარჩენი პარტიების შედეგებს არა? ხო, გასაკვირია. მათემატიკაში არიან, ძალიან ძლიერად არიან. ეთქო, ღიმილის მომგვრელია ეს განცხადება, პირდაპირ მნიშვნელობით. ესე იგი 8% მხოლოდ მათი, ესე იგი, პროცენტი არის რეიტინგული. აქ მოდით შევაფასოთ ზოგადად მათი პარლამენტში შემოსვლა, ეს გადაწყვეტილება. ამაზე ყველათ ახდებით. და ჩვენმა საზოგადოებამ პირველ რიგში ძალიან კარგად იცის და ნათლად დაინახა ასე ვთქვათ ის სცენარი და ამ სცენარის შესრულების მეთოდები, რასაც ასრულებდა სხვადასხვა დანაყოფი. რა დავალებას მიიღეს? თავარი არის ერთი, რომ მათ გარე პატრონებმა რეალურად ჩახედეს რეალობას თვალებში და შეხედეს რეალურად ამოცემულობა ჩვენს ქვეყანაში. და მიიღეს დავალება, რომ აი შევბრძანდით პარლამენტში და შემოვლენ. ეხლა გულწრფელად რო გითხრათ, რამეს მოუმატებს ეს საპარლამენტო ცხოვრებასთან დააკლებს, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით ჩვენი მხრიდან. ერთი მთავარი ფაქტი არის ერთი, რომ მათმა პატრონებმა რეალურად მიხვდნენ და ჩახედეს რეალობას თვალებში. ხშირად ვახსენებთ ხოლმე, რომ სამწუხაროდ დღესაც ესე გრძელდება, რომ რეალურად მათ მიმართავთ, ყოველთვის თქვენ არ გიდევთ საზოგადოების უსზე ხელი. ქვეყანაში რა მოთხოვნებია, ქვეყანაში რა შეხედულებებია და ყოველთვის ვეუბნებოდით და ვეტყვით კიდევ ბევრჯერ რომ მოგიწევთ იმ რეალობასთან შეგუება, ჩვენ პარტნიორებს ვეტყვით, რომელი რეალობას დგას ჩვენს ქვეყანაში. იმ ღირსეულ გადაწყვეტილებებთან მოგიწევთ თვალებს ჩახედვა, იმ გადაწყვეტილებებთან, რასაც ქვია სუვერენიტეტის დაცვა, იმ გადაწყვეტილებებთან, რასაც ქვია რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა და მოქმედება როგორც რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა და მოგიწევთ იმ გადაწყვეტილებების მიღება, მიუხედავად იმ დიდი სურვილისა, რომ ეს ყველაფერი, ესე ვთქვათ, გააბითურონ და გადაგვიყვანონ მათ დღის წესრიგზე, როგორც თავის სხვა პროქსი სახელმწიფოებზე აკეთებენ და მცდელობები აქვთ ამას ნათლად ხედავთ.
ევროპის შუაგულშიც, სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებთან მიმართებით, რომ ეს ჩვენთან არ გამოუვათ. და მივლენებ გადაწყვეტილებამდე, რომ გვესაუბრონ პარტნიორულად და გვესაუბრონ ისე და იმ ფორმატში, სადაც როგორც მათი ინტერესები, ასევე ჩვენი ქვეყნის ინტერესებიც უმაღლეს დონეზე იქნება გათვალისწინებული. მინისტრებთან დაკავშირებით გითხავთ, იცოდით თუ არა თქვენ, რომ ვიდრე ევროპის საბჭოს მინისტრების შეხვედრა და ეს მსჯელობა გაიმართებოდა იქამდე, წერილი სალომე ზურაბიშვილმა გადაუგზავნა მინისტრებს, სადაც ის ასაბუთებს და მოითხოვს იმას, რომ საფრთხეს უქმნის ქართული ოცნების პოლიტიკა, როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს საუბარი არის რუსულ ჰიბრიდულ ძალის წინააღმდეგ ბრძოლაზე. გქონდათ თუ არა ინფორმაცია, რომ მტკიცებულებები, მათ შორის პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წევრების წინააღმდეგ მტკიცებულებები პირადად მისწერა სალომე ზურაბიშვილმა. სერიოზი მეწონიან პოლიტიკოს მიუწერია და სალომე ზურაბიშვილმა რა მისწერა, რა არ მისწერა, ამაზე კომენტარის გაკეთება უბრალოდ არასერიოზულად მიმაჩნია. ეს ის ადამიანია, ეს ის ერთ-ერთი საშუალო თუ მძიმეწონიანი აგენტი, თვითონ აწონონ თავის აგენტურულ, ასე ვთქვათ, ბაზარზე, აწონიანი აგენტია სალომე ზურაბიშვილი. ეს ის არის, რომელიც ბოლოს მე მგონი ტაივანის ინტერესების გამტარებელ მეორე აგენტთან ერთად ჰელსინკის კომისიაზე ცუდასმენით იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული. ხა სალომე ზურაბიშვილი და მისნაირები რა წერილს მიიწერებია, ხო ამაზე არ არის გასაკვირი, რომ არაფერს არ გააკეთებენ, არაფერს არ მიიწერებიან არსად და არსად არ დაიცავენ თავისი ქვეყნის ინტერესს. ამაში ახალი არაფერი არ არის, იმიტომ რომ ისინი არიან ჩვეულებრივი აგენტები, ასე რომ არ მგონია სერიოზული კომენტარი გავაკეთო სალომე ზურაბიშვილმა რა მიწერა მოახდინოს ზურაბიშვილის წერილმა, მისმა მიწერილმა მტკიცებულებებმა კონკრეტული ჩინოვნიკების დასანქცირებასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილებაც მათ შორის სალომე ზურაბიშვილის გიგაურის ლომჯარიას და კიდე რავი რამდენი გვარი ჩამოთვალო, ეს თუ ბრიუსელში რაიმე გავლენას ახდენს და ბრიუსელში ზოგადად ყურადღებას აქცევენ ამ დონის ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს, იმიტომ არის ბრიუსელის და ევროკავშირის საქმე ძალიან კარგად სოფლიოში. ოდიში აგძელებთ. კი ბატონო, ოდიში. კი ბატონო, რა შეეხება პერსონალურ სანქციებს, ჩვენი გუნდის პოზიცია ძალიან კარგად იცით. ვერავის ვერ შეაშინებენ რაღაც სანქციებით და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მათ ხელში შანტაჟის იარაღი და შანტაჟი არის მათი ბუნებრივი სახე სამწუხაროდ დღეს ბრიუსელის. მიმართვაზე მინდა რომ გითხოთ ევროკავშირის საბჭოს მხრიდან ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ამ შემთხვევაში დაკავოს და ამბობენ რომ შეშფოთებას გამოთქვამენ ხელისუფლების მიერ გაკეთებულ ნაბიჯებზე. რა გზავნილია ეს რეალურად ევროკავშირის საბჭოდან და ეს მიმართვაც როგორ ეს არის იმ პათოსის მიმართვა, რომელი მიმართვების ჩვენ ვნახეთ მე რამდენი გახსოვთ თქვენ აქ გამჭვირვალეობის კანონის მიღების დროს და პროცესები განვითარდა ამ შენობასთან რუსთაველის გამზირზე ვნახეთ მოლოტოვის კოქტეილის სროლა და შემდეგ ვნახეთ აი ხო ვინც ამ განცხადებას აკეთებს მათი წარმომადგენლების მხრიდან აქ ამ ყველაფრის რომანტიზება არა მხოლოდ დუმილი და შეფასება, არამედ პირიქით წახალისება. ვნახეთ დამზადებათივე დაფინანსებით და დამზადებული ბანერები, რომ მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი და ლაზარე გრიგორიადისის გმირად შერაცხვის ცდილობა ვნახეთ ჩვენ. აი ესეთი შეურაცხყოფა მოგვაყენეს ქართველებს. აი ამ განცხადების გამკეთებლებმა და შემდეგ მათმა აქ ხელდასმულმა ეგრეთ წოდებულმა დიპლომატებმა სამწუხაროდ. შემდეგ პოლიციელებს ესე ვთქვათ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. შემდეგ ცდილობა ჰქონდათ დაეწვათ ეს შენობა. შემდეგ ცდილობა ჰქონდათ ასევე ესე ვთქვათ დაეწვათ პოლიციელები და ვნახეთ რამდენი დაშავებული იყო, ხო? ამ ყველაფრის შემდეგ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ამას საერთოდ არ აქცევდნენ, ერთ განცხადებასაც არ აკეთებდნენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, სამაგიეროდ
ყველა ის ექსტრემისტი, რომელიც აქ ჩართული იყო, ისინი ნათლავდნენ გმირად. აი ეს არის სწორედ ის უსტანდარტობა და ეს არის სწორედ ის დიდი უტიფრობა და ის დიდი შეურაცხყოფა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც ესენი ახორციელებენ. თითეული მათი ქმედება, თითეული მათი მსგავსი განცხადება, თითეული მათი არ გაკეთებული განცხადება და არ შემჩნევა იმ დესტრუქციის და ექსტრემიზმის, რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში, არის ერთადერთთან მეტყველებს ერთადერთი. ისინი თავისივე ხელით ძირს უთხრიან იმ ფასეულობებს, იმ რეალურად ევროპულ ფასეულობებს, რაზეც იდგა ევროპა და რაც ჩვენ მოგზდევს ისტორიულად.